მოვედი. გამარჯობა ხალხებო. რატო არა თქვი ხალხებო? ხალხებო. ვიმე ის ბლოგერი გოგო რო იყო, იმისი ბავშვი ამბობდა ხოლმე ხალხებო. სად არის ის გოგო დავკარგეთ ის ბლოგერი? საზღვარგარეთ წავიდა ოჯახით, მოვირიდოთ ხვიპირიდან. აჰა, მოვირიდეთ. მოდი შენ ეს ლელასაც ვქარი. აჰა. აი თეთრები ყრია სუფრაზე ხალხო თუ ხედავთ ვერ ტყავ ვასუფთავებ აი ამასაც ცვივა ეს თეთრები და რა ვქნა ახლა ცვივა და გაცვიდეს გამარჯობა ხალხ მოგესალმებით და მოვედი მოახვედი ახლა სად არის მოვედიო და მოვდივაროთ როგორ დაიცა მოდი ხარ ახლა შენ წარმოხრაკულები არ მოგქონდესო ან თუში მეცხვარეშია და ან ხარება და გოგიაში ორი ვარიანტი მაქვს მეტი არა ეხლა ზივარ სახლში დილას ხო ეხლა უყურე რა ხდება აქა თქვენ ეს უნდა გითხრათ ეს ბოლოს ვიყიდე და გითხრა ვაიმე წავალ მოვიდა რაც ვიყიდე გაჩვენოთ მე ესა ეს სახელოს გამო ვიყიდე მეთქი თუ გახსოვთ ჯემპრი ხო გითხარით თქვენ ხო და მომივიდა აზრი და იდეა რომ გამეხსნა ფასონ მოდა მომინდა გამეხსნა ეს და გავხსენი ერთი ჩავიცვი და ეხლა არ მომწონს დამეტან იმიტომ რომ თვითონ სახელოც გაშვებულია ანუ განიერი კლოშივით არ და კიდე ეს არ ვიცი მე მგონი აღარა ჭირდებოდა და ეხლა თუ ჩავთვალე და თქვენ დამიწერეთ რომ არაო და ეგრე ჯობიაო ამას ამოუკერა ისევ ეხლა ამიტანეთ როგორც არის ძალანდოდან მომივიდა რაცხეები გუშინ წინ გასული ვიყავით მანქანით როდის იყო არ მახსოვს რავი გუშინ თუ გუშინ წინ და ისა დამირეკა კურიერი რეკავს ადრე არ მქონდა მითითებული ნომერი და ვერ მირეკავდა ხოლმე ეხლა მაქვს და დამირეკა რომ სადა ხარ სახში ხარო მოვდივარო ახლო ვარო არა მე ვთხარი მეორე ქალაქში ვიყავით არა ვარ მეთქი სახში რა ვქნაო მერე გამოვივლო რამდენ ხანში იქნებიო არ მინდა რომ გაწვალო მეთქი მიცნობს ნანას მეძახის ისიცხო და მე ვთხარი ბარში ჩაიტანე მეთქი გადასახდელიაო გადაგიხდიან ისინი დაგმოგცემენ მეთქი ფულს დაურეკე ტერეზას და იქ დამიტოვა რომ მოვედით მერე ინოჩეტე და მე წამობარემ ყავადავლიოთო წავედით ავეღებ ჩვენი ინოჩეტეს ბათიკები უყიდე და კარგად მოერგო ჩემი ჩანთა მოვიდა და მომეწონა ერთი წითელი ჯემპრი ვიყიდე და ერთი შავი კაბა თუ გინდათ გაჩვენებთ ჯერ ყავას მოუყლუპავ და მერე თუ გინდათ და გაჩვენებთ სხვა რა ვიცი მე არ ვიცი რასა ყიდულობ რასა რა საათები რო ვიყიდე ყველაფერისა ხო გითხარით ეგეინც მოვიდა მოკლედ ეგ არ არის ახლა მთავარი ეგ ისე რა გულს ვირთობ და ისა რა ქვია ნევროს ვიხსნი ეთყობა თორე არ არის საინტერესო ეხლა ჩემთვის ვიცინი ვარ 2 დღეა ხალხო გუშინ წინ ამოხტ ესე იგი თუ ეკრანზე რო რაღაცა შემოვარდება ხოლმე თუ კომენტარია თუ ის არის მესიჯი ან რაღაცა ეკრანი განათდება ხო და თუ იმ დროს დავინახე ტელეფონის ხმა მიდღენი გამორთულია და ესა თუ იმ დროს დავინახე რომ რაღაცა მოვიდა ხო გავხსნი და ვნახავ და თუ არა მე წმენდავ ეკრანს ანუ წმენდავ როგორ იქ რაღაცა ის არის რა რომ გროვდება ის და ვნახავ თუ გავწმინე მე აღარ ვიცი ხოლმე რა მოვიდა რა არ მოვიდა ხო და განათდა და რატომღაც მეგონა რომ ბოლო ვიდეოზე დაიწერა რამე კომენტარი და გავხსენი და ვაიმეო რამდენ სალაპარაკობ როგორც ყოველთვის ბერჯერ დამეწერა მე ეგ კომენტარი და ბერჯერ ჩავწერე მაგაზე ვიდეო რო მოვედი და დავჯექი ესე იგი უნდა ვილაპარაკო თქო და უნდა ვისაუბრო თუ არა ეგე წამოვწვევი და მიყურეთ მეთქი ხო გახსოვთ რო ვთქვი ხო და ვიღაცა მიწერს რომ რა არის გადადის საქმეზე რამდენ სალაპარაკობ და იცით რომელ ვიდეოზე იყო ბლინების ვიდეოზე და ბლინის რეცეპტი რო არის ბლინის ცომის რეცეპტი როგორ ვთქვა არ ვიცი ხო და მე ვნახე და კიდე სხვამაც დამწერა კი ხარო სიმპათიური ქალბატონი კი მზადებიო მაგრამო კარგი რა რამდენს ლაპარაკობ და 2 დღეა მაგაზე ვიცინი ადამიანებო თუ ვინმე კიდე გადააწყდებით ჩემ ვიდეოებს ჯერ ერთი რომ მოვდივარ და თვეში ერთხელ მოვდივარ და ორჯერ ხო
მოვდივარ ჩემ ადამიანებთან, ვინც ვიცი რომ მომისმენს და ალბათ იმათთვის უფრო მოვდივარ, ვინც მიცნობს, იმიტომ რომ ახლები არც მე მიცნობენ და არც მე ვიცნობ. შეიძლება ახალი გადამაწყდეს, მოусმინოს რაღაცით, გაერთოს რაღაცით, ეგ არ არის, მაგრამ ვინც ძველები ხართ, ვინც იცით ჩემი ცხოვრება, ჩემი მდგომარეობა, ჩემი ასა ისა წარსული, აწმყო და მომავალი, იმათთან უფრო მოვდივარ სიმართლეს გაუმარჯოს, ხო და ეს ახალი რო გადააწყო და იფიქრა, ხო არა წერია მანდ რო კულინარიული არხი არა მაქვს. მე ხო არ ავდებ მარტო იმას რა ქვიან რეცეპტების არხი ხო არა მაქვს, არის ქვეყანა კულინარიული არხები და გაადაბძანდით და უყურეთ, ხო და თუ კიდე ვინმე გადააწყდება რომ ვლაპარაკობ, მინდა და ვლაპარაკობ. მერე კიდე გადაახვიე შედალოცვილი თითი გაუშვი და იქამდე მიხვალ სადაც რეცეპტი იწყება. რატო უსმენ იმას, რასაც ვრახრახებ მანამდე. ხო და სალაპარაკოდ მოვდივარ ხალხო მე აქ. ეხლა ინოჩენტე საღამ დილას მანქანა დატოვა ხელოსანთან, წეღან წავიდა. ხო და მე ვთხარი რომ მეც გავალ მეთქი. საწახვალე რა ვიცი, მე ვთხარი გავალ ისა პანდა რო არ დიდი ჩინური მაღაზია. იქ გადავალ მეთქი ყურსასმენები მაქვს საყიდელი და მერე რო წავიდა და დამეზარა ხან ისა 1-2 ის იყო თებში ისა გავრეცხე მერე ის ხინკალი გავაკეთე გუშინ წინ და ეს ხინკლის გული იყო და ფუტდებოდა და კატლეტები გავაკეთე და ღუმელში შევაკეთე რა ვიცი გადავყევი საქმეებს და აღარ გავედი დაღამდა კიდეც და აღარ მომინდა მალევე მოვიდა სხვათა შორის ხო და ვამბობდი რომ თუ დაიგვიანა ინოჩენტემ მეთქი ძმობილთან ერთად სადმე წავიდა ყავაზე ან რაღაც აბა სხვა რაზე წავლენ ესენი ხო და მაშინ ვიდეოს ჩავწერ მეთქი. მალე მოვიდა. დავსხედით კარტი ვითაბაშეთ. მივანგრიე. ეს თელი კვირა არის ცხარიცრებით მატირებს ყოველდღე ვაგებ. ხო და ეს ხა დღეს მოვიგე და ისა საქმე აღარაფერი აღარ მქონდა. ეხლა საქმე ხალხო სუარი საქმე არა მაქვს. მე ის კალი მაჩვენე საქმე რო არა აქვს, მაგრამ ძირითადი რაც ახშამი არა მაგას ამზადებელი მოლაგებული არის თუ მინდა კი გადმოყრე ახლა დავალაგებ მაგრამ ვიფიქრე მოდი ვიდეო ჩავწერო თქო იცით რატო კიდე ინოჩენტეს ვეუბნები უკვე დამცინიან მეთქი რომ მარტო მოდიხარ მაშინ როცა ინოჩენტეს სიმღერას დადებს და შენც მაშინ გამოჩდები ხო და ეხლა აპირებს უნდა დადოს მე რო წინა იმაზე გავარეკლამე რომ ვიდეო იქნება მეთქი სადაც სამღერის თურმე ეხლა უნდა დადოს ისა საშობაოდ მიულოცავო ყველასო შობა ახალწესო და ამ სიმღერას და თურმე ეხლა მე კიდე მეგონა ისა ვიდეო უნდა დაედო და არა და ისევ სურათით დადო და ნუ არა უშავს ეგ მე დაუშვი შეცდომა მაგრამ არაფერი ეგ არა ხო და ისე გამოვიდოდა რომ კიდე რო დადებდა ეხლა ეს სიმღერას ხო ხვალედაზე ეგ არ აქვს ცალია ორივე საღამო ექიმთან აგვაქვს ხო და მე ალბათ დადებს რა ვიცი არ ვიცი მე არ ვიცი კიდე როდის მივდივართ ან თუ მივდივართ ხვალერას გვეტყვის ექიმი რანაირია ეს ვერაფერი ვერ გავიგე ორი ნაკერი აქვს ზემოდან და ქვემოდან ნუ როგორც არის ხო და რის თქმა მინდა იმის თქმა მინდა რომ მოვედი იმიტომ რომ აღარ დამცინოთ რომ მარტო ინოჩენტეს სიმღერას მოჰყვება ხოლმე ნანაო ხო ეგრე ეხლა ერთი რამდენიღაცა ვიდეოს წინ ადრევე არ ვიცი თუ კიდე მიყურებ საყვარელო და ძვირფასო ადამიანო კომენტარი იყო და მე როგორც გამოშტერებული ხალ ოღონდ მართლა ვამბობ რომ აი ხან არის პერიოდი რომ ძაფრად ამაქვს გამწვავებულად კარგი მეხსიერება. ანუ ყველაფერი მახსენდება, აი, ნუ რაც ამაქვს გასაკეთებელი რა არა, ხან აბსოლუტურად გონებად უარყოფს ყველაფერს და არაფერი არა აქვს თავში, აი ვერაფერს ვერ ვიხსოვებ. ხო და გამომივარდა თავიდან რომ დამიწერა რომ ნანაო შენ რო გვასწავლეო თუ გითხარიო ლიმონჩელოს რეცეპტიო სავსე არისო ინტერნეტიო ლიმონჩელოს რეცეპტითო ნებისმიერი რეცეპტით არის სავსე ხო ინტერნეტი ჩაწერე და რასაც გინდა ამოგიგდებს მაგრამ შენი რეცეპტსო ვენდობიო თუ გავაკეთეო არ მახსოვს როგორა თქვა და თუო გვეტყვიო არ ვიცი ახლა ის ადამიანი თუ კიდე მიყურებს და ან თუ ნახავს ამ ვიდეოს მაგრამ
იმას კი ვუპასუხებ ეხლა და თქვენც თუ გაინტერესებთ და გამოგადგებათ რამეში, ჩემი რეცეპტი არის საუკუნისა, ანუ ბებერი მოხუცი იტალიელი ბებოების რეცეპტია, ჩემი ლიმონჩელოს რეცეპტი. ასევე აკეთებენ დაფნის ლიქიორი ქვია, ხო და ლიმონჩელო კიდე ლიმონისა. ეხლა მე ვიცი 96 გრადუსიანი სპირტით. ბოთლებით იყიდება აქ სპირტი, ტექნიკური და ის კი არა, რა ქვია, რამე ისეთი საკვები. თქვენ თუ იყიდით მასეთ სპირტს, კარგი, თუ უნდა გააკეთოთ 2.5 არყით და 70 გრადუსიანი სპირტით ჭაჭით ამით იმით, არ გამოვა ისეთი ლიმონჩელო, რომ ჩემი რეცეპტით გაამართლოს, ანუ დოზები. საერთოდ ჭაჭა რაც კიდა 2.5 იყოს და 4.5 იყოს, მაინც თავის გემოს გაიყოლებს და არ გინდათ. ჭაჭა თავის თავადად არის უკვე როგორ ვთქვა, თვითკბარი პროდუქტი და არაფერი აღარ უნდა. იტალიაში არის გრაპა, ჩვენი ჭაჭას მეგობარი, მაგრამ ახლოსაც ვერ მივა. ხო, ეხლა ლიმონჩელოს მიუბრუნდებით, თორე ისევ მეტყვი რამდენ სალაპარაკობ. მოკლედ, ეს 90 გრადუსიანი მაინც სპირტი. უნდა იყოს ლიმონი ახალი. ეხლა უნდა რომ აი ახალი მოკრეფილი და ასეთი ბიოლოგიური ეგეთი არასდროს არ მქონია და არასდროს იშვიათად 1-2 ჯერ თუ გამიკეთებია მასე. ჩვეულებრივ აი კარგი ლიმონი რო იყიდოთ, ამ 9 ლიტრზე უნდა 4-5 ლიმონი მოსდილები, საშუალოები რა. თხლად გათალეთ და ამაში ჩაყარეთ. გინდა ბოთლი აიღეთ, გინდა პლასტმასის ბოთლშიც გამიკეთებია, გინდა მინის ჭურჭელი აიღეთ, თავარია კარგად ეფარებოდეს საფარებენ. და ამ სპირტში ჩაყარეთ ეს ლიმონის ქერქები. ხო იცით როგორ ცედრა კი არა და თეთრი რო არ უნდა გააყოლოთ, თეთრი, აი ესე თხლად მოთლილი და ჩაყარეთ. ეს გააჩერეთ 2-3 დღე. შეანჯღრიეთ დღეში ერთხელ ორჯერ, როცა გაგახსენდებათ. რა თქმა უნდა, ცოტა ისეთ მზეზე არ დადგათ რა, შუქზე. მე აი სათავს ოთახში ვდებ ხოლმე. შეანჯღრიეთ, უკვე ერთ რამდენიმე საათში იმ დღისითვე დაიწყებს ხო გაყვითლებას. და მეორე-მესამე დღეს უკვე კარგი ყვითელიც იქნება, უკვე გემოც იქნება 3 დღე მაქსიმუმ 4. არ უნდა მეტი. ზოგი უკეთებს 7-8 ლიმონი, 10 ლიმონიც მინახია რომ გააკეთეს. არ უნდა 4 ლიმონია სრულიად საკმარი. თუ ძალიან პატარებია 5, მაგრამ 3-4 ლიმონი 4-ია, აი. ეს 2-3 დღის მერე გადაწურეთ კარგად. თუ გაქვთ დოლბანდი უკეთესია, მე ხან ბამბას ჩავაფერ ხოლმე და ისე. დოლბანდი მე რავი არ აქვს ხოლმე. ხო და გადაწურეთ ამ სანამ იმას გადაწურავთ, გინდა წინა დღისით, გინდა მაშინ რავი როცა გინდათ, მოამზადეთ სეროფი. 9 ლიტრი წყალი და 300 გრამი შაქარი. აი ზოგი უკეთებს 9 ლიტრი წყალი და 9 კილო შაქარი, 400 გრამი შაქარი. არა, არ უნდა. 300 გრამი უნდა შაქარი. 1000 ჯერ კი არა, რავი რამდენჯერ მაქვს გაკეთებული წელიწადში. ეხლა აღარ ვაკეთებ, აღარც მე ვსვავ და აღარც ინოჩეტე და აღარც სტუმრები აღარ დადიან და ამ კოვიდის მერე ყველანაირად ამოვცვიდით კალაპოტი და ხო და ყოველთვის მაქვს. განა არა მაქვს ლიმონჩელო, მაქვს მე სულ სახში, იმიტომ რომ ხან ნამცხვრის დასანამად მინდა, ხან კრემში ვუმატებ, ისე ვიყენებ რა 1000 რამეში. ხო და ეს სეროფს რომ მოადუღებთ, 9 ლიტრი წყალი, 300 გრამი შაქარი, კარგად უნდა გაცივდეს, უნდა იყოს ცივი, თორემ დიდი არაფერი არ მოხდება, მაგრამ გამჭვირვალე არ გამოვა, ლიქიორი იქნება ბუნტი. ხან მაინც ემართება. ხო, ლიმონი გარეცხეთ მანამდე და გაამშრალეთ. წყალი არ შეაყოლოთ ლიმონს, იმიტომ რომ გრადუსს უკარგავს ეგრევე. ნუ კაი, ხო და რის თქვა მინდა. ამას რო გაწურავთ, სეროფიც გაწურეთ მანამდეც
და მერე ერთმანეთში შეურიეთ ნელა-ნელა. ეს ორივე არაყი, სპირტი და ეს სეროფი. კარგად მოურიეთ და ისევ გაწურეთ. თუ ცოტა ამღრეული გამოვიდა, არ შეგეშინდეთ, დააცადეთ და ისევ დაწმინდავდება. თუ ვინიცობა არ დაწმინდავდა, არ არის ეგ პრობლემა, მაინც ჩვეულებრივ კარგია, მასეთებიც იყიდება, რომ ამღრეულია, არ არის ეგეც პრობლემა. მაინც ჩვეულებრივ კარგია, გემო. ამ რეცეპტით მე რასაც გეუბნებით ახლა, გამოდის, არც ძალიან სუსტი არ არის, უფრო აი მაგრისკენ არის. სიტკბო აქვს ძალიან კარგ ნორმაზე, რომ აი ძალიან ტკბილი და ტუჩები რო გეწებება, მასეთ ჯერ საერთოდ ლიქიორები არასდროს არ მიყვარდა, მაგრამ საერთოდ ვერ ვიტან ძალიან ტკბილი ლიქიორებს. ხო და ეგ არის, მოკლედ 9 ლიტრი სპირტი, 90 გრადუსიანი მაინც 96-იანი თუ იყიდება, არ ვიცი, მოკლედ იყიდება, რავი, თბილისში ძოღანდრიდან იყიდებოდა ხოლმე სპირტი და ეხაც იქნება, მაგრამ სანდოთ იყიდეთ, თორე წყალდასხმული სპირტი იყიდება. ხო და 9 ლიტრი წყალი და 300 გრამი შაქარი. აი ეგ არის ყველაზე კარგი პროპორცია, რავი, თუ დამიჯერებთ და თუ გინდათ და თუ როგორც გინდათ, მე ჩემსაც გეუბნებით, რომელიც ნაცადიც ამაქვს, კარგია და ყველაფერი. ეგ არის მორჩი ხალხო, მორჩი დიდი აკადემია, მაგას არ უნდა, არაფერი არ უნდა მაგის გაკეთება, ზოგი ისე და არაფერი არ უნდა, ჩააყარე ლიმონი, დადგი დაივიწყე 2-3 დღე, მერე მოადუღე ეს სეროფი, გააცი, მთავარი გააციო, ერთმანეთს შეური და მორჩა. არაფერი არ არის. ხო, ეგ გითხართ. ეხლა რა მდგომარეობა მაქვს? რაღაცნაირად ხო ადრეც გეუბნებოდით, კარგახანია ვამბობ, რომ ვარ ჩაკეტილი ვითავარ, რაღაცნაირად ვარ, აი თითქოს არც პრობლემა არა მაქვს, თითქოს ეხლა პრობლემა ხალხო მე რომ აქ ეგეთი უნდა, ეხლა შვინც იცით, შეიძლება არ მითხრათ, მაგრამ გულში გაიფიქროს განაცუდათ მაინც ადამიანურად, რომ ამხელა კიბო გაქვს, შეკაიქალო და რაღა პრობლემა არა გაქვს, მაგრამ ყოველდღიურ იმას ვამბობ, ეს კიბო ყოველდღე ჯერ ხო იგრე არ მიჭერს, რომ ტკივილებით გათანგული ვყავდი, არა, ნახოთ კაცს დაიცად, ხო და ყოველდღიური თითქოს არაფერი ისეთი არ არის, თითქოს კარგ ხასიათზეც ვარ, თითქოს, მაგრამ აი არაფერი არ მინდა, არავისთან კონტაქტი არ მინდა, არავისთან აი რაღაცნაირად ვარ, ხალხო, როგორ გითხრათ, არ ვიცი, ვერ გეტყვით და მე რო ვერ ავხსნი ამ მდგომარეობას, ეს ჩვენ რა გვაქვს გონებაში, მერე ისა ხო იციან ამათ, რა ქვია მაგას, ინტერნეტმა კი არა და ხო რა ვიცი, ვინ არ ვიცი, ტელეფონმა ხო ყველაფერი იცის, გაფიქრებული არ აქვს რაღაცა, რომ იმის რეკლამას გიგდებს, ხო? და თუ ჩემი და ჩემაქვარბა რომ რაღაცაზე ვილაპარაკოთ და 10 წუთში ტელეფონი გახსნა, იმის რეკლამას გიგდებს, რაზეც ვისაუბრეთ, ხო და ნუ ეგ ხო ვიცით ყველა, მაგრამ და ეს მდგომარეობა რომ მაქვს, ამომიგდო, აი რატო არ მიძებნია, არც დამისერჩავს, არ მიძებნია, მოკლედ, არც და ჩამიწერი, არ დამიგუგლი, არაფერი და თავისით მიგდებს, რომ სკროლავ, არ მახსოვს ახლა YouTube-ზე თუ სად და თურმე კიბოიანებს და თუნდაც იმათ, ვისაც არ იციან ჯერ რომ კიბო აქვთ, ან წინა პერიოდია, რა ვიცი, თუ გინდათ სიმსივნე დაუძახოთ, თუ ვინმეს ყურსაჭრის ეგ სიტყვა მე არ მაწუხებს. თურმე ვისაც ეს მდგომარეობა აქვს, ხო, ვერ იგებენ, აი გაუცნობიერებლად, ქვეცნობიერად რაღაცები აღარ მოწყონთ. აი რაღაცა საკვები რაც უყვარდა, აი რატო, ნეტა რატო აღარ მინდება. აი ეს მომწონდა და ვაიმე აღარ მომწონს და ნეტა რატომ. აი ეს სიარული მეყვარდა რაღაცეინობა ის გართობა და აღარ მინდა და ნეტა თუნდაც რომ ჯერ არ იცის რომ რამე აქვს, პრობლემა აქვს, დაავადება არ იცის, მაგრამ ცვლილებები აქვს. და ვერ იგებს ადამიანი თურმე რატო და როგორ და თურმე ეს არის ორგანიზმის როგორ ვთქვა, ორგანიზმი თვითონ თვითგადარჩენის ის არის რა მექანიზმი აქვს ორგანიზმს, რომ რაღაცისგან გზოგავს, რაღაცა ენერგიას გიზოგავს, რაღაცისგან გიცავს და უარს გათქმევინებს რაღაცაზე და აი ესეთ რა აი ეს ამ სიუჟეტს გადავაწყდი ექიმი საუბრობდა, კარგა ხანი ისაუბრა ამ თემაზე და
მე დავაფიქსირე, რომ ეს ყველაფერი მე გავდივარ ეხლა. აი რამდენი რამეს გავდივარ ამ დაავადებასთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვიცი რა თურმე რატომ ხდება რაღაცა და თურმე დაავადებაა დამნაშავე. იგივე როგორც ვაკვირდები ეხლა ჩემ თავს და ვამბობ, ეს რა უხერია ეს კიბო, ხო? აი დიდი ტკივილები ხო არის, აი თუ მაგალითად როცა უკვე ბოლო სტადიაა და ძვალზე გადადის და ან მეტასტაზები ამოდებული ხო, მაშინ რა თქმა უნდა არის ტკივილები და მე უკვე მორფზე რო გადა, მაგრამ ისე ძირითადად რო ვინმე თქვას, რომ აი პირველ, მეორე, მესამე სტადია და ვაიმე არაფერი არ არის, ხო? ვერ აქვს, მაგრამ როგორ განგრევს, როგორ აქ ჭამს თითო ნაბიჯ გინგრევს ორგანიზმში თითო ორგანოს, ხო? და ეხლა ამას ყველაფერს ხო მე ვგრძნობ. ყოველ კვირა რაღაცა ახალი რაღაცა გამოტყრება. ეხლა ყველაფერს ხო არ ავსაუბრობ და ყველაფერს ხო არ ვამბობ. არავისთან არ ვამბობ, ხალხო, განამარტო თქვენთან. ჯერ თქვენ არ შემოგჩივით არაფერს, თქვენ არ ყველასა შოროსთან მარტო მე მქონდეს. და სხვისიც მე მომეცი უფალო ნურავის ნურაფერს ნუ მისცემ ცუც. თქვენ არ შემოგჩივით, ისევ საუბრობ რა, ჰაერში, თქვენამდე არ მოდის არაფერი. ხო და ეს არავისთან არ ვსაუბრობ მე ამაზე, იმიტომ რომ არა აქ აზრი, რო იწუწუნო და სხვაც დაგრუზო, იგივე ჩემი ქმარი, იგივე ჩემი რძალი, იგივე ჩემი ნათესავები, ყველა მომისმეს, ვინ არ მომისმეს, ყველა მომისმეს, მაგრამ არ მინდა პირიქით მხიარულად ვარ მაგათთან და პირიქით, მაგრამ მე ხო ვიცი რასაც გავდივარ და მე ხო ვიცი როგორც ვარ. ამიტომ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. გუშინ ტელევიზორი იყო ჩართული და ტელევიზორი სამზარეულოში ისე დგა, რომ გვერდზე მიდგა რა. რაც ბევრი ვარ. ხო და გვერდზე მიდგა, ეხლა მართლა გვერდზე კი დგა, ახლოა, ხო და ხმა რა თქმა უნდა, კარგა ხმაზეა კინოჩენტეს სულ ტელევიზორის გარეშე ინოჩენტე არ არსებობს. სადაც კიდე წავიდეთ დასასვენებლად სასტუმროში უცხო ადგილას, პირველი რო შევდივართ ნებისმიერ სასტუმროში ან სადაც გინდა, პირველი არის რომ ტელევიზორი უნდა იპოვოს და დაარეგულიროს იმ, რა ქვია, პულტი უნდა ისაქნას და გაეცნოს და ესა არ შეუძლია უტელევიზოროთ. ხო და რაღაცაზე სადილობთ რა და მეუბნება გაგუსმენ 200 ამბობენ და არამეთი. ომთან დაკავშირებით იყო და არამეთქი გაუკვირდა რანაირად მეუთხარი და აი ისე მიევეჩვიე და ისე არის ჩემი ტვინი მობილიზებული და დაყენებული რომ კნოპკას რომ მივაჭერ არ ვისმენ ნეგატიურ ინფორმაციას, იმიტომ რომ პირველ რიგში რაც მე მაზიანებს არის ნეგატივი და ნერვიულობა ხალხო პირველ რიგში მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. როგორც იცით, იმუნიტეტი არის პირველი ჩვენი საყრდენი ამ დაავადების წინააღმდეგ. იმუნიტეტი უნდა გქონდეს ძლიერი, რომ ამ დაავადებას გაუმკლავდე, ხო? ის საწყალი ის კაცი გია რაგვარი იყო, აღარ მახსოვს, ამერიკაში წაიყვანეს და 40 დღე აშიმშილეს, რომ კიბოს უნდა მოვერიოთო და ისაო. ხო და ესა თიშავ, როდესაც რამე ისეთი ნეგატივია, აი როგორც რაღაცა აიფარო, ისე მომდის. ეს შეიძლება მე ჩემი, როგორ გითხრათ, ჩემი სიყოჩაღი კი არ არის, თვითონ ორგანიზმი იცავს თავის თავს. და ტვინი იძლევა იმ სიგნალებს, რომ ეს შენ არ უნდა მე ვამბობ, განა იმიტომ რომ მე უგულო ადამიანი ვარ, არა ხალხო, არა, მე ისე მტკივა ყველას ტკივილი, როგორც აი არავის ალბათ, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე ვერაფერს ვერ ავცვლი საუბედუროდ, ხო? აი ამ ცუდი მდგომარეობების გამო და ამდენი თუნდაც ბავშვების ძალადობის და ვერაფერს ვერ ავცვლი, თორე მე რომ რამის შეცვლა შემეძლოს, ერთი წუთი სიცოცხლესაც კი არც კი ვიფიქრებდი, ისე დავთმობდი. ოღონდაც ვინმესთვის რამე მეშველა და რამე სიტუაცია გამეუმჯობესებინა. არც კი დავფიქრდებოდი, მაგრამ
რადგან მე ვერაფერს მარტო ვინერვიულო და მე კიდე ჩემი თავი ვაზიანო და ჩემი თავი კი არ მენანება რომ დაზიანდება, ვინ მომივლის ის მე დარდება. იმიტომ რომ მე გავლილი მაქვს პატრონიც, ანუ როგორც მომვლელი ავადმყოფი დედაჩემს ჰქონდა და მე ისიც ვიცი რა არის პატრონი და მე ისიც ვიცი ახლა რა არის თვითონ ავადმყოფი და დამიჯერეთ ხალხო რომ არანაკლებ ძნელია მომვლელი და პატრონი. ძალიან ძნელია. ის რომ შენა გააქვს და შენა ხარ ავადმყოფი, არანაკლებ იტანჯება ის, ვინც შენ უნდა მოგიაროს და გიპატრონოს და ეხლა ვიცი მე გამბავი ჩემ თავზე გამოცდილი და მენანება ის, ვინც მე უნდა მომხედოს. ან ვინ არის, რავი, აბა ვინი ბეჭავკვარი? აბა რა გითხოთ. ვბერდებით ორივე. ხო და დღეს დილით ადრე გავიდა. მეოთხარი რა იქნებოდა ხვალე გასულიყავი ადრე რომ სამშაბათია და მე კიდე ბაზრობაზე გავიდოდი ადრე მეთქი და ისა მანქანა უნდა მieყვანა ხელოსანთან და ადრე გავიდა. ადრე როგორ რა ვიცი 9 იყო 10 და მე კიდე ვიყავი აი დაბეგვილი რო ადგები უბედურად ამდენი უძილობით ან როგორ ვარ ცოცხალის მიკოს ხო და მივდექი, მოვდექი, სანამ მოუწეს რიგდი, სანამ ვისაუზმე. ვაიმე, რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი, პანეტონიც კი გამოვარცხე. ეხლა იტყვით, შენ თუ ნორმალური ხარო, იტალია პანეტონეებს მიაქო და შენ რატო ისე მინდოზე და გამოვარცხე. კარგი პასკის რეცეპტს დაგიმუღამებთ და მოგცემთ მერე. კარგი გამომივიდა მშვენიერი, მაგრამ კიდე უკეთესი უნდა გავაკეთო. დამაცად ერთიც და კიდე მაქვს. აქამდე არ ვაცხობდი, იმიტომ რომ ღუმელი მქონდა პატარა და ეხა დიდი ღუმელი მაქვს, კარგად ჩვენივრად ვწყვება. ხო და დილით მოკლედ ძალიან მოვიხედე, არ მინდა გარეთ გასვლა. სადილით დიდად არ მქონდა საზრუნი, თევზი უნდა შემეწვა, ცოტა გვიან შევწვა მეთქი და ის რა ქვია, ლენტიკის არ ვიცი ქართულად რა ქვია. ოსპი კიდე მოხარშული იყო საყინულიდან გამოვიღე. ჩემთვის სუში მქონდა გაკეთებული, რა ყოჩაღი ქალი ყოფილო არ სუში გავაკეთე, გენაცვალე იმნაირი, ნუ იტყვით. ხშირად ვაკეთებ, ხშირად როგორ კვირაში ერთხელ მაინც რა. ხო და ავდექი და ჩემთან შობნი ჩაიცი მინანა, გადაიცი, შემოიცი, წადი რა საზიმაშვები და გავეთი. იყო უკვე 12-ის რაღაცა 20 წუთი. ჩავდივარ კიბეებზე, ფლახუნ გამოვედი იმიდან, რა ქვია, ლიფტიდან და რეკავს ჩემი ქმარი. სადახარო მეკითხებოდა. მე ვთხარი კიბეებზე ჩავდივარ ეხლა და გარეთ გავდივარ. მეთქი, ვაუ, ესე გვიანო. ხო, ეხლა გამოვდივარ მეთქი და სად მიდიხარო და სად მივდივარ და ჯერ ყავა უნდა დავლიო მეთქი, ბარში მივდივარ და დამელოდი ახლო ვარ და მოვდივარო. კაი მეთქი. გავედი გარეთ ქუჩაში და მართლა აკო მოდიოდა. ახლა ვარ და ბარემ ერთად წავიდეთ. კაი მეოთხე წავიდეთ. ჩავედით, დავსხედით, დავსკამდით, დავლიეთ ყავა, გამოვედით მერე და წავიყვანი სუპერმარკეტში. დედა, ჩექვარ თუ კიდე რო აი სერიოზული ნერვოზი დამართო, სუპერმარკეტში უნდა შეიყვანო, იმიტომ რომ არ მოწონს, არ იცის არაფრის არჩევარ. ვერიგებს ვეკითხები ეს ვიყიდოთ, ისე რა რო ისა გონზე მომეყოლეთ, ორი გარამი არ ვიცოდი რა უნდა მეყიდა, ხო და ვიყიდეთ და მე ვთხარ ეხა სალაროსთან რომ მივალთ მე იქ მე ვყვირი ვარ ხოლმე მეთქი რომ მეტყვიან რამდენია ჯამი, ხო და სუდამცინიან სალაროს გოგოები ხომ იცნობენ და რამდენია რა ვეტყვი და მეტყვიან რამდენია და ოჰო ვეტყვი ხოლმე და ინაჩიტე მე ვიყურებ მე ვთქვი რას ვიყურებ შენ სათქვი ოჰო მეთქი და მერეც ვთქვა ოჰო კაი ბატონო მივაჭრით მოვედით ხო და იმის თქმა მინდა რომ აი ესეთი ყოჩაღი ვარ რამდენ რამეს ვაკეთებ თქო ვაკეთებ მაგრამ აი ეს არ მომწონს ახლა ეს უნდა გავკერო ისევ აბოუკებსავ და ეგ იქნება ხო ეგ ლიმონჩელოს რეცეპტი გითხარით ეგ ამბები გითხარით ჩემზე არ ვიცი კიდე რა მოგახსენოთ და რა გითხოთ თუ კიდათ მოვიტან და გაჩვენებთ იმას ეხლა იც სადამცივა აი აქ წელზე მცივა ცოტა და მე წინა კვირას ნერვმა დამარტყა ეს კვირა არ მოსულა ჩემი დამხმარე გოგო
ხან მე არ ამცალია, ხან რა ვიცი, სადღაცა გავდივართ, ხან ინოჩენტეს ეზარება დილით ადრე ადგომა და რომ გავიდეს სახლიდან, რომ გავიდეს. როცა ის გოგო მოდის 10 საათისთვის ინოჩენტე უნდა გავარდეს გარეთ და ეზარება ხოლმე დილით ადრე ადგომა, მაგრამ ხან მეტი გზა არ არის. ხო და არ მოსულა მეთქი ეგ გოგო და მე რაღაცეებს ვაკეთებ. არ ვიცი, ავწიერა მე არ ვიცი რა ჯანდაბა იყო და დამარტყა ამ რესტორანში რომ წავედით. ხო იქ ძალიანაც ცხელოდა. როდის იყო ხალხო 2 კვირის წინ ვიყავით რესტორანში ფუჩაბაც, ხო და ცხელოდა, კარგათაც ბილოდა, რა თქმა უნდა, იქ შიგნით, მაგრამ რო გამოვედით, ღამე უკვე პირველი იყო დაწყებული. ქუჩაში მოუნდათ დავდექით და ყაყანებდნენ და ხახახა ხუხუხუ და გართობა ერთი ყავდა ისა ფოკუსნიკი, მაგს რა ხქვა, ჯადოქარს ეძახიან, ამის მობილი იყო, ეს როცა კონცერტებს აწყობდა ხოლმე და ზეიმებს აწყობდა, იმასაც უძახდა და ფულს აკეთებინებდა რა. ცნობილია რა ამ რეგიონში, ეხლა კი დაბერდა, ერთი თვალიდანაც გონი ვეღარ ახედავს, დაბერდა რა ინოჩენტის ხნისა, ინოჩენტის ტოლია. მაგრამ უფრო მოტეხილია და ბევრი ფოკუსები და რაღაცები იცის და იხსენებდნენ რაღაც ამბებს და იქ გარეთ არ ვიცი იმ გაცხელებულ გახურებულზე გარეთ რომ გამოვედი მოკლედ გავცივდი ალბათ და ნერვმა დამარტყა და ვარ ეხლა ამ დღეში და ეხლა ისევ ვგრძნობ რომ უკან წელთან მცივა. კარგით რომ გავატარეთ რესტორანში ბატონო. თან სასაცილო ის იყო რომ ჩვენ შევუკვეთეთ რა ვიცი რაც გვინდოდა ჯერ საუზმეულები, რაღაცები, ხო მოდის ისინი, აპეტაიზერები, რაღაცები, მერე პიცები, ხო და ჩვენ გვერდზე იყო დიდი მაგი და დიდი სუფრა იყო და აღმოჩნდა ბატონო ინოჩენტე რომ შევედით, ინოჩენტე და აღმოჩნდა რომ ინოჩენტეს სკოლის თანამშრომელი იყო მასწავლებელი არა, ამასთან სამდივნოში მუშაობდა. ხო და ჩვენთან როგორც რავი რა დაუძახოთ ორგანიზატორი სასწავლო ნაწილი, არ ვიცი მოკლედ რა როგორ აქ სხვანაირი სისტემა აქვს. და ეს ქალი, ცოლ-ქმარი და იცნობენ ინოჩენტეს და კარგი ურთიერთობა აქვთ და რატომ იყვნენ? ამათ უკვე იქნება ალბათ, 1-7-8 წელი იქნება, რაც ამ ქალს მოუკვდა შვილი. ყავდა ადვოკატი ბიჭი 30 წლისა, მუშაობდა არ ვიცი ბარში გონი და მიდიოდა სამსახურში და ჩვენიდან იქით მეორე ქალაქი არის, რა ვიცი 12 კილომეტრია რაღაცა ბიტონტო და იქ არის ცუდი გამოსაშვლელი ქალაქი და რაღაცნაირად და დიდი ტრაილერი მისაბმელით გამოვიდა, მოუხვია ეს აქედან როგორღაც მიდიოდა და იმან რომ ის მისაბმელი მოიქნია რა ეთყობა სწრაფად გამოვიდა არ ვიცი მოკლედ ამ მისაბმელმა რომ მიარტყა ამ ბიჭის მანქანას ამ ბიჭის მხარეს და მოკვდა და ახლა რატო გიყვებით და ეს წლები ყოველ წელს როდესაც ამ ბიჭის დაბადების დღე არის ეს ქალი ეპატიჟება ამ ბიჭის მეგობრებს ყველას, ცოლები, ქმრებით, ბავშვებით და იხდის, რესტორანში პატიჟებს მეგობრებს და იყვნენ ამ ბიჭის მეგობრები რა. ხო და ძალიან ის არის რა, ძალიან მაგარიც არის, კარგი ტრადიცია რა, თავისთვის თვითონ აქცია ტრადიცია. მე მომეწონა რომ ეს რაღაცა კარგია, როგორც ხსოვნას პატივისცე, როგორც რა ვიცი, კარგი მომეწონა. თუნდაც იმიტომ რომ იმ მეგობრებს ერთად თავს უყრი და კარგია, ყველაფერს მომეწონა ამ ქალის ეგ საქციელი. მიუხედავად იმისა, რომ ქალი არ მომწონს მე, ხო და ისა. ხო და რის თქმა მინდა, იყვნენ ეგ დიდი ის იყო მაგი და სუფრა და ქონდათ ტორტი. თანაც 2. არ ვიცი 2 რატომ, ალბათ ერთი მეგობრებმა გააკეთეს და ერთი დედამ. და ჩვენ მაგიდასთან აბარახან ინოჩენტე იქ იყო და ჩვენ ვიყავით 8 და მოვიდნენ ცოლი და ქმარი, ჯერ ისინი ბაკალები მოატანინეს ოფიციანტებს და დაგვისხეს შამპანური და მერე ტორტიც
მოგვართვეს ყველას. ნუ ვიფიქრეთ ახლა აქ ძალიან პატარა ნაჭერები, იციან ტორტი, აი პატარა რა, როგორ გითხრათ, 2-3 ლუკმა ტორტის ნაჭერი, სადაც კი ყოფილვარ მთელი ამ წლების განმავლობაში, ქორწილია თუ რა არის, ძალიან პატარა ნაჭერს გაძლევენ ტორტისას. განა არ არის, შეიძლება იმ ხელა დარჩეს, რომ მე სახლებში გაგატანონ, მაგრამ იქ ძალიან ცოტა ესეა მიღებული პატარა. ხო და? არა და მოგვიტანეს თებშები. ვერ ვიგებდით, თავიდან მოიტანეს 2 თებში, ნუ 2 დადგეს და ვიფიქრეთ ალბათ ყველასთვის თითო თებში იდო 2 კარგი ჩვენებურ დიდი ნაჭერი ტორტი. ვეუბნები ამ ინოჩენტეს მეგობრის სოლს გოლზე მიჭდა და მეუთხარ ნიკლა ეს ერთისა უნდა გავიდაწილოთ. არ ვიციო ვიდრე ბევრია. ყველას მოგვიტანეს თითო თებში მასეთი უზარმაზარი ტორტები. მე რა თქმა უნდა საერთოდ გეგმა არ მქონდა რომ ხელი დამედო არანაირად რას ლაპარაკობ ტკბილს არ ავჭამ. არ ვიცი ხალხო რა მიკბინა. არ ვიცი, არ მანამდე ინოჩენტემ სორბეტი მოითხოვა, ლიმონის სორბეტი ჭამის მერე რადგან ლიქიორს არ მიირთმევს, მოსანელებლად რაღაცა ზოგი ლიქიორსოს და გრაპას რაღაცა ალკოჰოლს აყოლებენ რა სპირტოვას რომ მოინელო. ხო და რადგან ინოჩენტი არ ასვავდა მოუთხრა სორბეტი მომიტანეთო და სორბეტი ყოველთვის მოგვთ პატარა რანაირ რესტორანში ვიყავით არ წამგენ არა პატარა ძალიან პატარა იმით ფუჟერი იქნება თუ ჭიქა რაღაც ნუ რა ვიცი პატარა იმით მოაქვთ ხოლმე ყოველ სორბეტი არის ლიმონის წვენი შაქრიანი ათქვეფილი აბუებული რაღაც როგორც ნაყინი ისეთი თეთრი ხო და მოუტანეს ხალხო აი დიდი სანაყინე რო ფეხიანი სანაყინე დიდი ფუჟერი რო წარმოიდგინოთ ის სავსე არ ვიცი რამდენი იყო მე ვთხარი კარგი არ შეჭამდა ის ძალიან მინდოდა და არც კი გავსინჯეროთ კბილს არ ავჭამთქო რამეტაკა არ ვიცი ის თებში ტორტი ორივე ნაჭერი შევჭამე ეხლა ვაბოდი ვაიმე ნანა შენ ჩაგისყდა მუცელი ეხლა თუ შაქარი აგეცი არ ვიცი მოვედი სახში არა იქვე მქონდა წახებული წამალი გადავყლაპე ერთი ტაბლეტი ხო და არაფერი არ მომსვლია არაფერი არ მიგრძნია რომ შაქარმა ამიწია არაქნა არა არც ვიცი უნდა გავიზომო კიდე მაგ არა მაგ რა დონეზე მაგ არ ვიცი ხო და მოკლედ შემრჩა ის ტორტი არა და იცით როგორ მინდოდა კრემი აი კრემიანი ნამცხვარი დიდი რამე კი არ იყო აკაური ტორტები საერთოდ დიდი რამე არ არის და მithumetes ნუ არის ერთი იყო შოკოლადიანი და მეორე იყო ჩვეულებრივი თეთრი პანა რა არის ნაღები და კრემი ორივე იყო ხო და ძალიან მეთქი აი მოვკვდები და მოვკვდები ვისი ამოვნება ის თქო ხო და ესე იყო მაგ ისა ნაცნობები რომ შევხვდე ბატონო ავირტყით მუქთა ტორტი და შამპანური მშვენივრად ასე რომ კარგად დაგვიჯდა ხეირად ეგა ნუ თუ გვინდოდა რამე დესერტს მოვითხოვდით მაგრამ რა ვიცი რა ჰქონდათ დესერტი არც ვიცი არ მინახია მენიუ ასე იყო ჩვენი ამბავი ამიტომ უნდა ყავდეს მეგობრები ნაცნობები როგორც ინოჩენტე იცნობს ყველა ძაღლსა და ღორსო იმისა შეურაცხყოფასა კი არ ვაყენებ ხალხს უბრალოდ გამოთქმა მოვიშველი დელქვეყნიერებას რო იცნობს ინოჩენტე მაგიტო ვამბობ ხო და ეგრე უნდა იცნობდე მე კიდე ის ძალიან დამირეკა და მეოთხარი ბარში დატოვე და ფულსაც გადაგიხდი ან მეთქი ესა ხო კიდე ის იყო სვიტრი ვუყიდეთ საჩუქრად ფასდაკლებაც არ იყო იმ სვიტრებზე მაგრამ მაინც ვუყიდეთ ჩვენი ექტანი ბიჭი რო არის იმას კარგი ძალიან კარგი ესა ნაცრისფერებს იცმევს უფრო სერფერი ჩვენი ხო იცით თავბოთლებილა ექტანი იყო რომელიღაც ვიდეოში ხო არის იმას ხო და ვუყიდეთ ეგა ვუყიდეთ ტკბილეული საჩუქრები რა ვიცი მოკლედ რა და მოუთხოდი მე ვინალე რამე მინდოდა დედამისისთვისაც მეყიდა წაიქცა დედამისი ის დედა ყავს და სახლში და წაიქცა ჯერ წაიყვანეს ვითომ არაფერი აქ არაფერი და ეხლა უნახეს რომ თეძოსთან აქ გაბზარული და წევს ქალი მოკლედ აჰა რამდენი ამბები მოგახსენეთ რამდენი ხო პანეტონი რო გამოვაცხი არა 2 დღე უნდა ამზადო წინა დღისით ვამზადე მთელი ღამე აფუვდა მე
და ინოჩენტემ თქვა რომ ჩემთვისო ცოტა მშრალიაო, ცოტაო მინდაო რომ უფრო ნოტიო იყოსო და ისაო. წავიღე, ჩაუტანე ტერეზას გუშინ. მე ვთხარი აბაგასინჯე მეთქი ლაქტოზას გარეშე. გამარჯობა. Გამარჯობა ინოჩენტ. Dì che la prossima settimana, lunedì, c'è una canzone a sorpresa, non ve la perdete, che è bellissima, è diversa da tutte quante le altre. È vero che non stai dicendo la verità. O farai anche dalla... Lunedì la metterò. E se partiamo? La mettiamo lo stesso, qual è il problema? იქით კვირასო, ორ შაბათსო, უთხარიო გააფრთხილე Lunedì, martedì massimo. ორ შაბათს ან მაქსიმუმ სამ შაბათსო სიმღერას დავდებოდა. Per chiudere l'anno e completiamo l'anno. წელი რო დავხურო და მიულოცო ხალხსო, ესო ლამაზად რო დავხურო წელიო, იმდენი შრომა აქვს მაგ სიმღერას ჩაყრილი რო რა გითხრათ და che è diversa da tutte le altre. სულ ყველაფრისგან განსხვავებული იქნებაო და აჰა. ოდეთ. E la pubblicità si paga. E tra reklama puli ღირს მეთქი და ვაბენევა. კარგიო და აბაჰა. ხო და ჩემო კარგებო. იმ სვიტრიც იყო მეთქი ვამბობდი ხო, გამახსენე სადაც ვიყავი და ნუ ბევრი იყო რა, გადასახდელი იყო ბევრი, იმის თქმა მინდა ფული და ტერეზას რო დაურეკე, ნუ გეშინია, მე ვთხარი შენ ხმარს მეთქი რომ ისა მოვალე ხლავე და როგორც მოვალ თქო მოგიტან ფული. კაი არა და ისა ინოჩენტეს მეუბნები. აი მეგობრები როგორი საჭირო არის მეთქი უბანშიც, გარეთაც, შიგნითაც, უყოლგან მეგობრები და კარგი რომ უნდა იყო ადამიანებთან მეთქი და ისა ვიციო მეუბნება. შვენივრად კარგი ურთიერთობები ყოველთვის კარგია. ხო და ეხლა აი ეგ არის ისა ბეჩაობა ჩემი რომ შობას ადრე ოჯახის ყველა წევრსა ვჩუქნიდი მაგათ. შარშან საერთო საჩუქარი გაუკეთე ოჯახს და მაგის დას რომელიც ჩემთან მეხმარება ხო დალაგებაზე. გავუკეთე იმასაც საჩუქრები პატარები ყველას მერე ვუყიდე ისა Salve. Dì che dobbiamo chiudere l'anno in bellezza il 2025. Lo chiudiamo in bellezza. Lამაზად უნდა დავხურო 2025-ო და აჰა. ოდეთ. ხო და ეხა წელს ფიქრობ რომ არავის აღარ უნდა უყიდო საჩუქრ. ვაიმე შარშან ვის არ უყიდე ხალხო, აი ხილბოსტნეულის გოგო ბა. Che ore sono? Non Abbiamo acceso 5:30. Finisco. Finisco fino. გათბობას მეკითხება რომელზე ჩავრთეთო და რომელზე გამორთათო. გათბობა რომ დიდი ხანი მქონდეს, გარეთ არის 14-15 გრადუსი. დიდი ხანი საღამოთი ვთავთ მარტო გათბობას, დილით არის. ხო და დიდი ხანი რომ მქონდეს, ვერ ვიტან ღამე ხალხო ძილის წინ ვანიავებს აძინებელს, 10-15 წუთი მეტი არა, მაგრამ ვერ ვიტან ცხელა, მერე ღამე ვიგუდები. ეხლა კი კარგია მომწონს გათბობა, მაგრამ მერე ღამე არის ძალიან ცუდი, ვერ ვიტან საერთოდ. ხო და მაგიტომ ეკითხება რომ რომელზე გამორთათო და მე ვთხარი რომ მორჩები მე თვითონ მივხედავ მეთქი. ხო და ეხა წელს საჩუქრებთან დაკავშირებით გადავწყვიტე, ჩემ ხარს ვეუბნები. ეხლა მეთქი. გოგო ბალღები დაეზარდნენ ტერეზასები, რა უნდა ვაჩუქო მე არ ვიცი. ნუ შეიძლება რამე პატარ-პატარა რაღაცეები მოიფიქრო და მე. ეხლა ისა, რა ქვია მაგას ქალებს ვაჩუქო, ქმარი დამჩება, იმას რა ვაჩუქო საერთოდ არ ვიცი კიდე მამაკაც, ხო? ეხლა მე ვთხარი, ეხლა ბელენდიტოს რა ვაჩუქო არ ვიცი თქო. ჩემ ქმარს ვეუბნები. ვის ვთხარ, ვის ველაპარაკო. ხო და ამიტომ გადავწყვიტე რომ მარტო ტერეზას ვაჩუქებ. მარტო ტერეზას გავუკეთებ კარგ საჩუქარს. მე ვთხარი ტერეზას გუშინ ვეუბნები. მარტო შემდგა გაჩუქო ნატალიზე მეტი არავის არ ვაჩუქებდი ყოდებოდა სიცილი. ხო და გუშინ რო იმას ვქენი, ჩაუტანე ტერეზას პანეტონე, პასკა. ჩავუტანე, მე ვთხარ, აბა მიირთვი მეთქი, შენთვის მოვიტანე, იმიტომ რომ ლაქტოზას გარეშე გავაკეთე, კარაქიც ლაქტოზას გარეშე ძე, რო ინოჩენტეს გამო რა.
ხო და ჩემთვის ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ქვირს თავი დავანებოთ ისა, რა ქვია მაგას უშაქროთ არ გამოვა კარგი. შემიძლია კი ვცადო სტევიათი, მაგრამ არის ნახოთ ვცდი, ჩემი რამიც გავაკეთე. ხო და დღეს რომ მივედით მე და ინოჩენტე ყავის დასალევად, ხო, დავსხედით და მე ვთხარ ტერეზა როგორი, ვაიმე ნანა რა გაუკეთეო, რა არომატი აქვსო, როგორი კარგი ის აქვს. ესენციები გაუკეთე ფორთოხლისა, ლიმნისა და პლუს კიდევ ფორთოხლის ქერქის ცუკატები და ქიშმიში და კონიაკი, ლელას გამოგზავნილი კონიაკი. ხო და 25 გრამი განაბევრი უნდა. და ისეთი არომატი ქონდა რომ რა ვიცი და ნანა რა კარგი იყო და მე ვთხარ აბა უთხარ ჩექმარს რომ კარგი იყო. ვიცინოდით. ხო და ეგრე ვიხალისობ ხალხო, ჩემ თავს არ ვაძლევ მოდუნების უფლებას. საშუალებას არა, უფლებას. აი ისე ვიღლები ხოლმე ხან საღამოთი რომ ვეღარა ვტოკდები, ხარას ვაკეთებ, რაღაცით ვირთობ თავს, დავადგები ხან სუშის გავიკეთებ, ხან რაღაცებს ვაკეთებ, ვაცხობ, თითხნაობ, რაღაცით ვერთობი. სალათებს ვაკეთებ, მე კიდე სალათები მიყვარს ძალიან. გუშინ წინ მოვხარშე მწვანელობიო. მარტო მოვხარშე მარილწყალში, არაფერი გამიკეთებია, სადილზე მივირთვი მე, ცარილა არაფერი, ყველაფრის გარეშე, საღამოთი გადაცვალე, ავიღე, ჩავაჭერი მოხარშული კარტოფილი, მწვანელობიო, მოხარშული კარტოფილი, არა მქონდა და მოხარშვა დამეზარა, თორე კვერცხიც კარგია, მოხარშული კვერცხი, მაგრამ არა მქონდა არ გამიკეთებია, პამიდორი ჩავაჭერი, ტონო, თინუსი, რა ქვია, თუნას კონსერვი ჩავაჭეხლა, რა უნდა იქო, მაგრამ უხდება და კაპერსები მოვაყარე და მე ვთხარი დეჩეტეს რითი გავაკეთო, მე ვთხარი მაიონეზი თუ ზეთი და არაო მაიონეზი, არაო მაიონეზს თუ გავუკეთებდი, უფრო გემრიელი გამოვიდოდა, მაგრამ ზეთი მოვასხი, მეტი არაფერი. ცოტა პილპილი და გადასარევი სალათი გამოვიდა. სალათი საერთოდ ჩემთვის ხო ნებისმიერი რამე რაც ამაქვს სახში. თუ არის მოხარშული ქათმის ხორ, თუ არის ისე მოხარშული, თუ არის კვერცხი, თუ სიმინდი, რაც ამაქვს და მოვკრეფავ და ვიპოვე ბაბახ. ჩავახეთქებ ხოლმე ერთად და გადასარევი გამოდის. მე მიყვარს აი ის რომ აი რაღაცა დატვირთული სადილი მივირთვა, იმას მირჩევნია კაი სალათი მივირთვა. უფრო აი მესია მოუნება მომწონს. ეხლა 2-3 დღე კი არა და 1 კვირა იქნება, არა უწონილ ვარ. ძალიან დარწმუნებული მაქვს, ეჭვი კი არა მაქვს, დარწმუნებული ვარ, 1 კილო მაინც მაქვს მომატებული. ხო და სასწრაფო წესით უნდა დავიწყო ისა ხინკალი მღუპავს, ძალიან ხო იშვიათად ვაკეთებ, მაგრამ ისე ძალიან მინდოდა, რომ მე ვიფიქრე მე ხიშენ დაგეცეს, მოდი ამ ხინკალსაც ჩავაგორებ. და მე დავდგები დიეტაზე. დიეტაზე არა, დიეტა ეხლა იცით ეგ სიტყვა ამოვიდა ხმარებიდან, დიეტა აღარ არსებობს. დიეტაზე არა. კარგად მივირთმევ, მაგრამ კალორიებს შევზღუდავ, ანუ რა, მშიერი არ ვიქნები. მე მშიერი არ უნდა ვიყო, არანაირად არა ვარ. ხო, კიდე ერთი აღმოჩენა გავაკეთე, რომ ძალად ვიტენები ამ ბროკოლით და არ მიყვარს. და არ მომწონს. ხან ასე, ხან სოიოსოლში, ხან იგრე, ხან ასეთი, ხან არ მიყვარს, არ მომწონს. რამდენადაც მიყვარს კომბოსტო, მოთუშული, წვნიანში, ტოლმა, ყველანაირად მიყვარს კომბოსტო, მაგრამ არ მიყვარს ესოხერი ბროკოლი და ჩემთვის ვეუბნები, რა ძალაზე ეტანები და რა ძალას ადგეხარ მეთქი ამ იმას რა ქვიან ბროკოლს მთელი ჩვენ ჯიშმოდგმასა და საუკუნეები ბროკოლი არ უჭამიათ, მაგრამ გადასარევად იღებდნენ ვიტამინებს სხვა რამიდან. ხო და ეგრე. ეხლა ყველაზე ცუდი რაც არის, ის არის რომ ხილს არ ავჭამე, ძალიან ვერიდები შეიძლება 2 დღეში ერთხელ 1 ან 2 მანდარინი მივირთვა, იმიტომ რომ სხვა ხილი, ყველა ხილი არის გატენილი შაქრით და ვერიდები რა.
ხო და ეგრე, მაგრამ ნუ ნორმალურად. ას ჩემკარ. ეხლა მოდი ბოლოსკენ თუ ვინმე კიდე უყურებთ შემორჩით, გაჩვენებთ რა ვიყიდე. ისე უბრალოდ რა, რომ გაგართოთ. ისე უბრალოდ რა, თუ კიდე რამე უნდა მეთქვა და არ მახსოვს და არა უშო. ამასობაში ყავაც ვისი ამოვნე, თქვენთან ერთად წნევა მქონდა დაბალი. ვერ ვიყავი მთელი დღე რაღაცნაირად ვარ თითქოს მეძინება, თითქოს სუსტად. არა და კარგად მივირთვი, სუში ბატონო მივირთვი. თევზი იყო შემწვარი, ნუ თევზი ძალიან პატარა შევჭამე, მაგრამ ისა, თევზეული იყო სუში, ხო და ისა არამშიო და არანაირად, მაგრამ სუსტად ვიყავი. გავიზომე და დაბალი მაქვს წნევა, რა ჯანდაბამ დამიცაცნევა არ ვიცი. მერე ისა ეხლა ყავა მივირთვი და კარგად აიწევა, თან კარგადაც ვიქაქანე, სისხლიც ამოძრავდა, მაგ იმაზე კიდე ერთი სიუჟეტი ვნახე, თურმე კომუნისტები არაფერს არ აკეთებდნენ, თურმე ისე რა, ყველაფერი გათვლილი იყო ადამიანის შრომის უნარიანობის აბაღლებაზე. ის რომ სისხლის მიმოქცევა, ის რომ თურმე ლიმფა არაფრით თავისით არ დაიძვრება, იმიტომ ვამბობ, რომ ყოველდღიურად ჩემ თავს დავასვატან, რომ გადი გაიარე და იარე და გაიბასქები, იმიტომ რომ ლიმფა, იმიტომ რომ პომპა არ აქვს ლიმფას, სისხლს აქვს, სისხლი თავისით გინდათ არ გატოკოთ და თავის კაჩავს, როგორ ვთქვა და ლიმფა არა თურმე უნდა ისაქნა. და აი ის დილის გამამხნევებელი ვარჯიში რო იყო ხოლმე სკოლაში და რო დაგვაყენებდნენ ხოლმე სანამ სწავლა დაიწყებოდა, არ ვიცი თქვენ როგორ იყავით, მაგრამ ჩვენ თურმე აი ეს რუსები რო გამოვარდებიან თოლში რო გავარდებიან და აი ამ ადგილებში რო იღლიებში რო იბრაგუნებენ ხალხო აბანოდან გამოცვენილები. ეგ თურმე ეგ ისე კი არ არის მოვიმენტო როგორ არის ქართულად დედა ისევ ამერია. ისე მოძრაობები კი არ არის, თურმე ყველაფერი გათვლილია, რომ აქ არის ლიმფური, ხო ვიცით რო არის, მაგრამ ნუ ხოლმე და ძალიან ბევრი რამე თურმე სულ იყო იმაზე გათვლილი, რომ ადამიანი გადატვირთო, ადამიანი გაკარგდეს და ადამიანი იყოს უფრო პროდუქტიული და შრომის უნარიანი. იმიტომ კი არა, რომ ჩვენზე ვინმე ფიქრობდა, იმიტომ რომ კარგად ემუშავა ხალხი. მოკლედ და კონკრეტულად ახლა მითხრათ რა სისულელეს ლაპარაკობო, ვინც ახართ წინანდელები, იცით როგორც ვიყავით და როგორც ვიზრდებოდით. რუსი მასწავლებელი ყავდა ჩვენ დამრიგებელი, რომელმაც მეოთხე კლასში ჩაგვიბარა სკოლა დაგვამთავრებინა ნინა ვორონინამ, ხო და ნინა αφანასიევნა ყავდა გასათხოვარი იყო უშვილო და მოკლედ ჩვენ ვიყავით ისინი დაგვფუფინებდა თან არ ვიყავით ძალიან ბრწყინვალე კლასი, ჩვენ არ ვიყავით, ძალიან ცოტა კარგი მოსწავლე ყავდა, ანუ მოსწრებ როგორ გითხრათ, სწავლის მხრივ რა, არ ვიყავით მაღალ დონეზე. ჩვენი პარალელური კლასი ნახევარზე მეტი სულ ყველა კარგად სწავლობდა, სულ 4-ოსნები, 5-ოსნები და ჩვენთან 2-3 თუ ვიყავით, მეტი არა. არ დაბალი მოსწრების კლასი ვიყავით, ხო და ისა ეს ქალი ყავდა პატრონი, ეს რუსი და ყოველთვის შუა გაკვეთილზე წამოყრიდა ხოლმე და აბა 2-3 წუთი, 5 წუთი ვარჯიში ადგილზევე რა, კლასშივე გამკლავი, ზემკლავი, აიქნიე და იქნი ბუქნები, თურმე კიდე ბუქნები შველის ოდნა ჩასვლა რა, ის კი არა რომ სუჯაბკა ბუქნ, თურმე ეგეც ძალიან ლიმფასა შველის. ხო და გაგვაკეთებინებდა ხოლმე და მოხალისებულები აგრძელებდა მერე უკვე რომ ისევ გამოგვაცოცხლებდა შუა გაკვეთილზე და ეხლა ვფიქრობდი მაგ სიუჟეტს რომ უსმენდი, სულ თვალწინ დამიდგა ის კომუნისტების დრო. ჩვენ როგორ ვიყავით ხოლმე რომ ვარჯიში, ფიზკულტურა, ნეტ ეხლა როგორ არის სკოლები აზე არა. მერე ინსტიტუტში ხო კიდე ყველაფერი იყო, ცურვა და მე კი არაფერზე არ დავდიოდი, არ წავედი, მაგრამ ხო იყო. ხო და ეგრე ჩემო კარგებო, რაღაცას რო გავიგებ, ვინმე სხვა უნდა უთხრა ხოლმე, მარტო ისა TikTok-ზე და ქეთოზე ხო არ ვისაუბრებ, არა? ქეთოს ვის დავცინი? მე და ჩემდაირები. ქეთოს რას დასცინი ხარ? ერთ დღეში ხო აკეთებდა აქამდე $200, ხო? სულ რომ მომკვდარიყო, აი, სულ არაფერი არ გაიკეთებიდა. მარტო რომ მძინარეზე ჩართული კამერა დაეტოვებინა,
$100 ვაკეთებ და 100, 150, $200 დღეში. ყოველ დღე ხო ბეწვს აყიდულობს, ყველანაირი ტყავი აქვს, ყველანაირი ბეწვი აქვს, ყველანაირი დუბლიონკა აქვს, ყველა ფერისა, ყველა ფორმისა, ვინც უყურებთ ხო იცით და ეხლა გუშინ თუ რაიმე სიყვარ მიყურებია ხალხო მე მაგდენი კი ვაიძულე ჩემი თავი რომ მაგდე არ გავგიჟდე და იმას დაგეგმილ თამაშებს რო აკეთე არ ვიცი ეხლა ამობენ $1000 გააკეთაო მაგრამ სხვა იუთუბერმა თქვა რომ 4000 გააკეთაო რაც მაგან აიღო ქოინები და მისი ლაიქებიო $4000 გააკეთაო ხო და ეს 4000 თუ გააკეთა სიტყვაზე ნახევარი თუ TikTok-ს მეაქვს 2000 ხო მაინც დარჩება. აჰა, ერთ საათში არც კი. ხო და ვის დავცინით, რას დავცინით? დავცინით კი არა, უნდა მიუბაძოთ. ხუმრობ რა თქმა უნდა, მე მაგას არასდროს არ მიუბაძავ. სულ ისა ნაგავში ვიქექო პურის ლუკმაზე მე მაგას არ მიუბაძავ. ეხლა ერთ წუთი დაგაპაუზებთ, მოვიტან და გაჩვენებთ რაც ვიყიდე. რატო არ დაგაჩვენოთ, რა? ეხლა ჩამივარდება ეს ამ ყავაში და გავხდებით საცოდაობაში. აჰა, მოვიდი. პალტო ვიყიდე კიდე, ხალხო, პალტო კი არა, დუტის გრძელი ვიყიდე, მაიცად. დავდება აქ. ინოჩეტეს ფეხსაცმელები არ მომიტანია. ეცვა უკვე ორჯერ, 2 დღე აცია. ხო და აღარ მოვიტანე ესა. არ მახსოვს კიდე თუ რამე ვიყიდე და რა, წვრილმანები ინოჩეტეს ძალიან ლამაზი ფულეს პიჟამოები ვუყიდეთ, ძალიან კარგები იყო მშვენიერები. ხო და ეს არის არ ვიცი ხო მე რანაირად დაგანახოთ. გრძელი, ჩვეულებრივი ოღონდ აი მუხლს ცოტა ქვემოთ არის ალბათ მინდოდა ესეთი ბეწვი აქვს. მინდოდა ნუ დიდი არაფერი არ არის რომ ვთქვათ, მაგრამ კურტკა მაქვს მე დუტის კურტკა აი თეძოს ცოტა ქვემოთ. კარგი თბილია რა თქმა უნდა, ეს არ არის პრიალა, ის არის ის პრიალა, აი, პრიალა რო არის ისეთია, მაგრამ როდის ვიყიდე, აღარ მახსოვს, დედაჩემი ცოცხალი იყო, ერთი რამდენი 2-3 წელია საერთოდ ხელი არ გამიყვია. კიდია ეგრე რა, რა ვიცი ისა არამცმია. ხო და თუ ერთხელ მეცვა წვიმიანში, არ მახსოვს რა, მოკლედ აზრი არ აქვს. ხო და ნინო კი მეუბნება რო დაგიწერეო რო ისაო ლამაზი ის რო გაქო შუბა პოლუშუბკა ვარდისფერი რომ აქვს ხო გახსოვთ ხო და მაგ პოლუშუბკას ალბათ ეხლა მაგით წავალ იქა თუ წავედით დასასვენებლად და ეს პალტო მინდოდა მე ყოველდღიურად ან ცუდი ამით როცა ცივა შუბა და შავიცა მაქვს შუბა ხუჭუჭა რო გამოვიდა მოდაში ეგეც ხო მაქვს მაგრამ რა ვიცი რა მოკლედ რაღაცებს ალბათ გადავყრი თუ რა ვიცი რაღაც ეს არის ჩანთა რომელიც მე ძალიან მომწონს აი ინოჩეტე კი მეუბნება ესეთი ფერი რატო იყიდეო მეოთხარი ფერს არ დავეძებ ეხლა ვეძებ ამ ფერის ჩექმა მინდა და თუ ვიყიდე თუ ვერ ვიყიდე და აი დარდი კიდე შავ ჩექმაზეც კარგად ჩავიცმა დავიკევებ იმიტომ რომ პალტო მაქვს ამ ფერი ხო გახსოვთ ხუჭუჭა პალტო ძვირფასიანი 160 ევროიანი პალტო რომ აქვს ძვირფასი ხო და იმასთან დავიკავებ ეხლა უკვე იმას ჩავიცმებ ჯერ არ ჩამიცვია ეს არის ჩემი საყვარელი ჩანთა და თან გინდა მხარიღლივაც აი ესეც გადაიკიდებ და გინდა ჩვეულებრივ ასე ატარებ აჰა ბატონო ძალიან დიდი რამე ფირმა არ არის ანაფიელდი რო არის ზალანდოში იმისია ნუ ძალიან ძვირი რო თქვა და 30 ევროიანი ეს ჯემპრი ეს წინ ჩამოვიდა ახლა რა არამცმია ჯერ არამცმია ოღონდ კარგა გრძელია ჩვეულებრივ ესეთი ყელია ჩვეულებრივი არაფერი, სადა ჩვეულებრივი, სადა ოღონდ ძალიან თბილი და რბილი ჯემპრია. თუ რამე ელასტიკზე შეიძლება რომ ჩავიცვა რა.
თუ არა და იუკას. ეს წითელი მინდოდა რამე იმისთვის შობაზე, ნატალიზე. წესი და კანონია და ეს კიდე არის შავი კაბა. ეს უკვე არის კაბა მაიცა არ ვიცი ჩანს, არ ჩანს, უზორი აქვს თავის. ამასაც ესეთი ყელი აქვს და ეგეთია. ეს კაბა უფრო ხორციანი მეგონა, აი ესეთი მეგონა ცოტა თხელია, თბილია, რა თქმა უნდა. ხო და კაბებიდან მაქვს ერთი ყავისფერი, ერთი თამბაქოსფერი თუ მოყვითალო რაღაცა ხო მაქვს ეგა და ერთი კიდე ღია კრემისფერი მაქვს, რომელიც ძალიან რბილი და ძალიან გემრიელია, ელასტიკზე არის გადასარევი, გვერდებში შეჭრილია. ხო და ეგ არის, სხვა კიდე რა მაქვს არ ვიცი, არ მახსოვს კაბები, ზამთრის კაბები სხვა რა მაქვს არ ვიცი. ერთი ახლა წინა ხუთშაბათს გადავაგდე. ორი დიდი, აი ამ ხევა პარკი წინა ხუთშაბათს ჩავიტანე, ხუთშაბათს არის მაგის ნაგავი, განსხვავებული ნაგავი. ხო და გადავყარო ორი დიდი პარკი და ეხლა ამ ხუთშაბათს კიდე მოუწევს ორი დიდი პარკი და რაც თავარია, საფენი მაქვს საძინებელში, საწოლის ბოლოში მაქვს საფენი, ლურჯი, იმიტომ რომ კედლები არის მოცისფერო, ფარდა არის ცისფერი, გადასაფარებელიც არის ლურჯი. და ამიტომ ეგ საფენი ვიყიდეთ ლურჯი, აი მაღალი ბალახივით რო არის ისეთია. ამ ზაფხულს ამ ჩემმა დამხმარე გოგომ წაიღო და გამირეცხა. ეხლა სახლში მაგის გარეცხვა, გამოთქვა სურვილი თვითონ გაგიეცხავ, მე რა თქმა უნდა გადაუხადებ, მაგრამ ეგ უფრო უნდა წამეღო მე და უნდა გამერეცხინებინა ავტოსამრეცხაოში რო რეცხავენ, მაგრამ ეხლა აი აქ ამაქვს უკვე ეგეც ამოვიდა ყელში რამდენი წელია არის, ეგეც უნდა ავახვიო ეხლა ხუთშაბათს და გადავაგდო. და სხვას ვიყიდი და ვიყიდი თხელს, ისევ ლურჯფერში უნდა ვიყიდო, მაგრამ ვიყიდი თხელს, ისეც რომელიც სარეცხი მანქანაში გაირეცხება და აღარ შემიქმნის პრობლემებს. ძიმია ეხლა ჩემთვის დასაბერთხად, რომ დავბერტყო, აი კარგი ხარისხიანია ძიმია. ხო და ესა გადავაგდებ მაგასაც. ასე რომ ტრადიციებს ვიცავ და შობაზე ვყრი რაღაცებს. და აი ჯერ ინოჩეტის გარდირობს არ მივდგარ ვარ ჯერ. არა, ორი შარვალი გადავაგდე წინა იმ ორ ტომარა რო გადავყარე, მარტო ჩემი არ იყო. მაგისი ორი შარვალიც იყო და არც კიდე რა იყო. ხო და ეგრე გადავაგდებ კიდე ბევრი რამის გავიქნებ. ასე ჩემო კარგებო, ეგრე არის ჩემი ამბავი, იმასე არის ჩემი ცხოვრება, მიდისა ეგრე, მიწოცავს, მიღოღავს. ჩემ თავს ვეუბნებოდი, ადრე ცხოვრობდი, აი დღიდან დღემდე, ანუ ყოველი დღიდან გათენებიდან დაღამებამდე ცხოვრობდი და ეხლა უკვე დღედან დღემდეც აღარ წუთიდან წუთზე ვცხოვრობ რა. აი ეხლა მომდევნო 5 წუთი არ ვიცი როგორ იქნება და რა იქნება, იმიტომ რომ აი ეს ეხლა ეს რო აცივდება, ძალიან ნესტიანი იყო, მთელი კვირა არის, მეტი 1-10 დღეა. აი ამ ქალაქში ნესტი მე არ მახსოვს, იმიტომ რომ ჩვენ არა ვარ ზღვის ნაპირა ქალაქი, ზღვა აქედან არის 14 კილომეტრი. ხო და ყველაზე ახლო და კიდე უფრო შორსაც. აქ ნესტი არასოდეს არ ყოფილა. და ეხლა არის წელს ისეთი ნესტია, რომ აი არ ვიცი, რომ ძალში რო ატანს რა და ეგეც ჩემძულებს არ უხდება და ბევრ ტკივილებს მიმატებს. მუხლი კარგად ამაქვს, გუშინ დავინახე, შემხოდა ის ყოველდღე მხდება ხოლმე, გუშინ გამოველაპარაკე, ჩემზე წინიც გაიკეთა და მეთქი როგორ ახარ ჯინა და რა ვიცი, კაცო ფეხი მტკივაო, ერთიო აი აქ ორივეზე აქ გაკეთებული, უკანიდანო მთელი ფეხი მტკივა. მეთხარი გუშინ მეც ამტკიო და წვივის ძვალი მეთქი წინ და არაო მე არა ეგ ძვალი არა უკან თლიანი მტკივაო, არ ვიციო რა არისო. რა არის მეთხა და რო არა სვენდები, თან მაგ ეგა ცხოვრობს მესამე სართულზე, კიბეები და ლიფტი არა აქვს. დადის ფეხით, ეზიდება მძიმეებს თან ეტყობა, ეჭიდება, იმიტომ რომ 12 ბოთლი იმას აყიდულობს ხოლმე პამიდორის სალსა, რა ქვია მაგას, ტომატ პასტას. ხო და გოგოები, ორი გოგო კი ყავს, აი ქმარი ყავს, მაგრამ არ მინახია მე გოგოებს ვიცნო.
და ესა თავის დაბადების დღე რა როდის იყო აღარ მახსოვს ზაფხულში იყო თუ 50 წლისა გახდა და ისე იცეკვა, ისე იმდენი ვიცეკვაო და ისე ვიხტუნავეო რომ მე მთელი თვეს ტკიოდა ფეხები, ვეღარ დადიოდა. იმიტომ რომ ამ პროცესი რო გაქვს, იქ გეუბნებიან რომ არ შეიძლება სირბილი, არ შეიძლება ისეთი დატვირთები, ცეკვა მარტო ნელი ცეკვები, იმიტომ რომ ხტუნაობა და ეგეთი რამე არ გამოვა, განამართლა შენი მუხლია. მე კმაყოფილი ვარ ღმერთს მადლობა უფალო შეგამხედე დავდივარ და მაგით კმაყოფილი ვარ და ბედნიერი რომ შემიძლია მე ის მახსოვს რომ ბოლო 4 თუ 5 თვე 2 ჯოხითაც რომ ვეღარ დავდივარ და სახლშიც კი რომ ხელი არ აგაქვს რომ რაღაცა გააკეთო და გამოიყენო საშინელება გავიარე და რას დავიწუწუნებ რას ლაპარაკო სადა დავდივარ და არც აქ ტკივა და არც არაფერი ასახო დეიდა ჩემს ველაპარაკე წინა კვირას და როგორ ახარო ფეხი როგორ გაქვსო ჯოხით ხო აღარ და არა მე ვთხარი აღარ დავდივარ ჯოხით გადავაგდე და დავდივარ რამდენსაც მინდა ვივლითქო ხო და ასე ჩემო კარგებო ასე არის ჩემი ამბავი ვარ ვეჭიდები ამ ცხოვრებას მორალურად ფსიქიკურად ფსიქოლოგიურად რავი როგორც გინდა დაუძახი რო არა ვგირდები და ქვებს არ ვისვრი უკვე მიღწევა. ასე რომ დანარჩენს მე გეჭორავებით მოკლედ. რა ვიცი აბა ან როდის მივდივართ, ან როდის დადებს სიმღერას აგეთქვა რომ ორშაბათ სამშაბათსო დავდებო და თქვენ მაინც როგორც თქვენ იცით ხოლმე თქვენებურად მოეფერეთ რა ჩემი თქმა გინდა. ჩემზე კარგად იცით. წავედი ხალხო გეხვევით ყოველას კოცნით არ გილოცავთ ჯერ, იმიტომ რომ იმედი მაქვს, იმედს ვიტოვებ რომ მოვეთრევი კიდე თქვენამდე, თქვენთან სულ მინდა მოსვლა და აი ვერავ ხსნი რატო არ მოვიდივარ, არ ვიცი, იქნება თქვენ იცით, არ ვიცი. წავედი, კოცნით ყველა საბაჰე და აბახო.